მე ვარ ნიკოლოზ კაპანაძე, 15 წლის. ვსწავლობ თბილისის 114 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალათბურთი და კომპიუტერული თამაშები. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს კალათბურთის თამაში. მამაჩემიც თამაშობდა თითქმის ყველანი ჩემ ოჯახში და მანდედან მე შემიყვარდა. უკვე 3 წელია ვთამაშობ საკალათბურთო გუნდ თბილისის ბასკეტში. მახსოვს პირველ დღე, როდესაც თბილისის ბასკეტში მივედი. მეგობარმა მირჩია თბილისის ბასკეტი, რადგან იცოდა, რომ კარგი მწვრთნელი ასწავლიდა. ეს მწვრთნელი არის ალეკო ორმოცაძე. პირველად რომ მივედი, გეგმავდი გასაუბრებას, მაგრამ მან პირდაპირ სავარჯიშოდ შემიშვა. ამ გადასახედიდან მგონია ჩემში ყველაზე მეტად მოეწონა სიმაღლე. მაშინ ვიყავი 12 წლის და სიმაღლე მქონდა 1.75 მეტრი. ბავშვობიდან ყოველთვის გამორჩეულად მაღალი ვიყავი. მაგრამ მე-7 კლასის ზაფხულის არდადეგებზე ერთბაშად გავიზარდე. ახლა ვარ 1.98 მეტრი და თანდათან ვეჩვევი ჩემს სიმაღლეს. კალათბურთში ვთამაშობ ცენტრის პოზიციაზე. პარკეტზე ჩემი მთავარი მოვალეობაა, რომ მოვხსნა ბურთი ჩემი ან მოწინააღმდეგის ფარიდან და გადავცე გამთამაშებელს ან დავამატო. ჩავაგდო ბურთი. ჩემ პოზიციაზე კალათბურთში ყველაზე რთულია პოზიციის მოპოვება ფარის ქვემოთ. ჩემი საუკეთესო საკალათბურთო თვისება მგონია ფარის ქვემოთ ადვილად პოზიციის მოპოვება. გასაუმჯობესებელი მაქვს ფიზიკური გამძლეობა. თბილისის ბასკეტში ჩემი მწვრთნელია ალეკო ორმოცაძე. ის არის კაცრი, სამართლიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. თბილისის ბასკეტის სხვა გუნდებზე უკეთესი იმით მგონია, რომ არის ჯანსაღი კონკურენცია და ოჯახური გარემო. მე მაქვს ნიჭი და დარწმუნებული ვარ, რომ ვთამაშებ დიდ კალათბურთს. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებ 14 ნომრით. ჩემი საყვარელი კალათბურთელია სტივენ ადამსი და საყვარელი გუნდია ლეიკერსი. მე რომ ახლა კარგი კალათბურთელი იყო, კარიერას დავიწყებდი დინამო თბილისში. შემდეგ გადავიდოდი ბარსელონაში და შემდეგ ლეიკერსში. კალათბურთს თამაშს ვაპირებ 31 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება განსაცმელი. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია დავით ვერძეული. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე ალექსაშვილი. ყველაზე მშვიდია მათ დავლაძე. ყველაზე პერსპექტიულია ანი კირკიდაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ზრდილობიანი. ჩემი საყვარელი საგანია ბიოლოგია. საყვარელი მასწავლებელია ეკაცემ კურიძე, რადგან ის კარგად ხსნის გაკვეთილს და კარგი ურთიერთობა აქვს კლასთან. ჩემი აზრით, ეკა მასწავლებელი არის ბედნიერი ადამიანი. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ კარგ ფორმაშია და კარგ ხასიათზეა. თუ რამე მიზეზის გამო ვერ გამოვალ კალათბურთელი, მაშინ მინდა რომ გამოვიდე ბიოლოგი. დიდი სიამოვნებით შევესწავლე წყალს და რიფებს. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი პილოტი. ახლა მინდა ვიყო 21 წლის, რადგან უკვე ვიქნებოდი პროფესიონალი კალათბურთელი. სახლში ცხოვრობთ მე, დედაჩემი და ჩემი და. მამაჩემი დიდი ხანია ემიგრაციაში და მინდა მალე ჩამოვიდეს. ჩემი და არის 24 წლის და ქვია ნინო. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და საინტერესო. დედაჩემი არის ლამაზი, თბილი და ხიარული. ძალიან მიყვარს მისი გაკეთებული ლობია. ჩემი საყვარელი საჭმელია სტეიკი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხობს ჭადს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ყავს, იმიტომ რომ მგონია კარიერაში შემიშლის ხელს. ჩემი აზრით, ცოლს მოვიყვან, როდესაც ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ კატოს, კოსტას და ნინის. დანარჩენ შვილებს დაარქვეს სახელებით ჩემო ცოლმა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ტაქსის მძღოლი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო ბავშვებს. აუშენებდი სახლებს და მივხვდები მათ ջართულობას. პირადად ჩემთვის ვიყიდი იახტას. ჩემი ოცნების საჩუქარია სამსართულიანი სახლი ალასკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რომელი სუპერზალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერზალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი ჩემ მამიდაშვილ კოსტა კაპანაძესთან ერთად. ბედნიერება არის ოჯახთან დროს ტარება, კალათბურთის თამაში და მეგობრებთან გართობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.